მან ისე ვარ ამ სოციალურზე და რომ არიქა მოვლენ ახლა და აგარცნევენ აი მეზობლები ხოლმე ლაპარაკობენ ხოლმე ახალგაზრდა ქალი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით 20 წელია სოციალურ დახმარებას იღებს. ერთ მოქალაქეზე გათვლილი სოციალური დახმარება დღეში 3 ლარს შეადგენს. იცით რატო არ ყოფნის ჩემი წამალი რომელიც სულ უნდა მქონდეს ნემსებს ყიდულობ საკვები კიდე უნდა მქონდეს დის ნათამზე უნდა ვიყო და ბოლოს დის ჭამეთის სამი აღარ მახსოვს დღეს საქართველოში სოციალურ დახმარებას 700,000-ზე მეტი ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 18% შეადგენს. სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგით ხელისუფლებაში მოსულმა მილიარდერის პარტიამ ქართულმა ოცნებამ მმართველობის მე-13 წელსაც კი სიღარიბესთან ბრძოლის სტრატეგია არ შეიმუშავა. იანვრიდან ივნისისთვის პერიოდში 100,000-ზე მეტ ადამიანს სოციალური მხარდაჭერა მოეხსნა. აქედან 278,000 ბავშვი იღებდა და დღეს 207,000 ბავშვი იღებს დაახლოებით 16 წლამდე ბავშვი. და გამოდის რომ 70,000-ზე მეტ ბავშვად სოციალური მხარდაჭერა მოეხსნა. ამას ამართლებენ როგორც წესი, რომ აი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ამ ქვეყანაში შემცირდა. და ამიტომაც აუცილებელია რომ ეს გადავხედოთ, ხო, რიცხვებს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ აი არაფერი სისტემური არ დასაქმების სფეროში, არ სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით სახელმწიფოს არ გადაუდგამს. ამის საპირწონედ ქართულ ოცნებაში ფესვგადგმული კორუფცია სულ უფრო ახალ მასშტაბებს იძენს. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ 379-მა თანამდებობის პირმა ბოლო 8 თვეში ოჯახის წევრებისგან 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღო. ამ საჩუქრების ჯამური ოდენობა იყო 24 მილიონზე მეტი. აქედან 15 მილიონი იყო მშობლების ნაჩუქარი, 15 მილიონი აჩუქეს მშობლებმა და ასევე ფიქსირდებოდა ცალკეული ძალიან მსხვილი შემთხვევები, მაგალითად 900,000, 800,000 მიღებული საჩუქარი ერთ ადამიანის, ერთ თანამდებობ პირის შემთხვევაში. ეს იყო შემთხვევები, როდესაც მათ ხელფას ეს მიღებული საჩუქარი, მათ წლიურ ხელფას აღემატებოდა რამდენჯერმე. დეკლარაციაში ჩაწერილი დიდცალი ქონების აღწერა, როგორც ოჯახის წევრისგან მიღებული საჩუქარი შესაძლოა ფულის გათეთრებისა და კორუფციის ახალ სქემას წარმოაჩენდეს. დეკლარაციები არ არის რაღაცის დასასრული, ხო, დაადეკლარირა და ყველაფერი წესრიგშია, ლეგალიზებული ხდება ამის მერე მათი შემოსავალი და ასე შემდეგ. ეს არ არის რაღაც სერტიფიკატი, რომ რასაც იქ ჩაწერ, ყველაფერი ლეგალურია. პირიქით, დეკლარაციიდან უნდა დაიწყოს შემდგომი ნაბიჯები. როდესაც დეკლარაციაში წერს საშუალო საჯარო მოსამსახურე, რომ მას მშობელმა აჩუქა 900,000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ეს პირიქით ეს აჩენს შემდგომი გამოძიების საფუძველს, ხო? როგორც ამ კვლევიდან ჩანს, ყველაზე მეტი ძვირადღირებული საჩუქარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ მიღებული. შესწავლილი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ოჯახის წევრებისგან დაჯილდოებული მაღალი თანამდებობის პირია ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. ეს მიმართ ცინიზმის მეტი სხვა როგორ უნდა მქონდეს რამე ნუ გადამრიელი. არ ნუ გწინთ რა თქმა უნდა და თქვენ სად გაქვთ მაგდენი ხარ ღირსება რამე რომ ეს გწინდება. მან ცოლის ძმისგან საჩუქრად 500,000 ლარად შეფასებული უძრავი ქონება მიიღო. ყურადღებას იქცევს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქის ხონის საკრებულოს კომისიის ყოფილი თავმჯდომარე დემურ სულაბერიძე, რომელსაც დეკლარაციის მიხედვით პენსიონერმა დედამ 900,000 ლარი აჩუქა. შესაძლოა აქ ზოგიერთ შემთხვევაში არ იყოს კანონდარღვევა და ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული იყოს. ამიტომ ამას სჭირდება ადეკვატური რეაგირება, სრული სერიოზულობით მიდგომა, ამისთვის არის შექმნილი საერთოდ დეკლარაციის სისტემა. ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია სოციალურად დაუცველი პენსიონერების რაოდენობა. 888,000 პენსიონერიდან 200,000-მდე ხანდაზმული სოციალურ შემწეობას იღებს. ხო, რა თქმა უნდა ავტორიტარიზმი, მაგრამ ეს არის კლასიკული ოლიგარქია, სადაც არის ერთი მთავარი ოლიგარქი და ყავს პატარა ოლიგარქები. შეიძლება ფეოდალიზმსაც შევატაროთ რაღაც კუთხით და აი საკანონმდებლო ბაზას რო გადავხედოთ საქართველოში, მივიღებთ და იმოცემულობას, რომ
აი მდიდრებისთვის გადასახადები ყოველთვის მცირეა და ამ დროს აქეთკენ ვაკვირდებით, რომ ადამიანების მთელი რაღაცა წყება, ჩვენ უმრავლესობა, აბსოლუტური 90%-ზე მეტი, ვიხდით ყველანაირ გადასახადსაც, ყველანაირად ვიბეგრებით, მაგრამ ეს სიმდიდრის აკუმულირება, რაც ქვეყანაში საბოლოოდ ხდება, ისევ ერთეულების ხელში ნაწილდება. ჩვენ ახლა ნავთლუღის ბაზარში მივდივართ, სადაც ძირითადად პენსიონერები ვაჭრობენ. თქვენი აზრით, შრომელი ადამიანის ბედი ადარდებს მთავრობას? არა მგონია რომ ატარდება. წამლები ვიყიდოთ, სუხი ფული გადავეხადოთ, თუ გაზის ფული გადავეხადოთ, თუ რა გავაკეთოთ შემოყარა. პენსია რაში გყოფნით? არა მყოფნით, რაში მყოფნით, წამალი მინდა, იქ საჭმელი მინდა. რისი გჯერა და რისი გჯერა. მე მჯერა ჩემი თავის. მეტი არ ვიცი. მთავრობის დაპირებების აღარ გჯერათ? არა შეიძლება. რას ეთყოდით მთავრობას ახლა რო გისმენდეთ? რა ვიცი, თავრობაზე გლახავს ვერ ვიცი. მომბეზდება ცხოვრება, მეძურება, წამოვა შვილებთან და ასეთ აწამდა რომ ორი შვილი არის დედა. სოხუმში ცხოვრობდით ახალგაზრდობაში? იხაბა, იხაბა. ჩემი შვილები ტიროდათ როგორ დავტოვოთ. საქართველოში პენსია დღეს 370 ლარს შეადგენს, თუმცა სოციალური რეალობა გვიჩვენებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს არასაკმარისი პენსიის გამო დამატებით მძიმე შრომა უწევთ. ამბობენ, რომ ღარიბების ხმა არ ესმის მთავრობასო, ეთანხმებით? მთავრობა თუ ხარ და სახელმწიფო თუ ქვია, ყველაზე პირველად ღარიბები უნდა დააფასო და გლეხობა. რაზედაც დგას ქვეყანა. მეტი არაფერი არ ხმარ. ახლა რო ესმოდეს ქართულ ოცნებას თქვენი ხმა, რას ეთყოდით? არაფერს. არა. სიღარიბეს ვერ ხედავენ თქვენი აზრით? ბავშვი რამეს ხედავენ? ძალიან ეჭვი მეპარება. აქ დიდხანს გიწევთ მუშაობა. დილით 7 საათზე გამოვდივარ სახლიდან და საღამოს 8 საათამდე ვარ აქ. არ უყვართ თავიანთი ხალხი. მარტო ჯიბეზე ფიქრობ. ჩემი აზრი ეს არის და რომელი ხალხიდან ახართ? მე თქვენი მამურებელი ვარ. მილიარდერის მიერ მიტაცებულ საქართველოში სოციალური უთანასწორობის სიღრმე განუზომელია. განუზომელია ზიანი, რომელიც მოსახლეობას აუცილებელი საკვებისა და მედიკამენტების არ ქონის გამოაკლია. განუზომელია ქართული ოცნების გულგრილობა. მათი სიმდიდრის ბასტიონამდე ღარიბების ხმა არ აღწევს.